ამ შეხვედრების ფარგლებში და ფორმატებში იყო განხილული ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა და მე მივესალმები აი ამ ფორმატს, იმიტომ რომ აფხაზეთის მთავრობას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ის იდეების ინიციატივები, რომელიც გააჩნია ჩვენ ახალგაზრდობას, რომ ასახოს როგორც თავის გეგმებში და პროგრამებში და ასევე უზრუნველყოს ამ პროგრამების და ინიციატივების განხორციელება. შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მაგ ფორმატში მუშაობას და ჩვენი მხრიდან აფხაზეთის მთავრობის სახელით შემიძლია განაცხადა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევუწყოთ მაქსიმალურად ხელი ჩვენ ახალგაზრდებს და მაქსიმალურად უზრუნველყოთ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც იყო ჩამოყალიბებული, იყოს ასახული ჩვენ სამომავლო სამოქმედო გეგმებში. ეს შეხვედრები, ეს პლატფორმა იქნება აბსოლუტურად თავისუფალი, აბსოლუტურად ასე ვთქვათ, მშვიდობიანი და დაცლილი ყოველგვარი საკამათო თუ საკინკლაო თემებისაგან, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება გადაკვეთის წერტილების და დაახლოების შესაძლებლობების წარმოჩენა და გამოჩენა. ეს არის ჩვენთვის ახლა მთავარი. დღეს აქ ძალიან ბევრი ახალი იდეაც გაჟღერდა. შემოგვიერთდა აი ამ ასე ვთქვათ ჯგუფში ახალი წევრები შემოგვიერთდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ვინაიდან ჩვენ დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ აი ამ ახალგაზრდულ პლატფორმაში აქტიური მონაწილეობით შემოვლენ აფხაზი ახალგაზრდებიც, რომლებიც თავის წყლს შეიტანენ თუნდაც საკუთარი მომავლის შენებაში. ჩვენ განვიხილეთ და წარმოვადგინეთ პროექტები და ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო გზები. მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფის წევრების мотиваცია არის ძალიან კარგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მივაღწევთ იმ მნიშვნელოვან შედეგს, რისკინაც გვაქვს გეზი აღებული. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობა უშუალოდ აფხაზეთის მიმართულებით, აფხაზეთის თემატიკაში და იმ ინდიფერენტულობის პრობლემის აღმოფხვრა, რაც ეხება ჩვენს ახალგაზრდობას აფხაზეთის თემატიკის ირგვლივ.